ნიკოლოზ ალავიძე, GeoCase-ის მრჩეველი ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილეა. ჩვენთან ერთად მადლობა ბატონო ნიკოლოზ, რომ ასეთ დროს იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. თქვენი მოსაზრებები ახლა ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის. პირველ რიგში თქვენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდით ჯერ კიდევ 19 წელს და თქვენი გამოცდილება და პრინციპში პროფილი საკმაოდ ფართოა. ამიტომ მაინტერესებს როგორია თქვენი აღქმები ამ გადმოსახედიდან. რას ფიქრობთ ეს ვითარება, რას გეუბნებათ, სადაც ახლა ვართ? სამწუხაროდ კარგს არაფერს, მაგრამ ჩვენ მაინც მინდა რომ ოპტიმისტები ვიყოთ ადამიანები და რაღაც რეალიტი შოუში ვართ. ეს ვითარება გვეუბნება იმას, რომ ძალიან კარგად აქვს აღწერილი ბატონ გურამ დოჩანაშვილის თავის გენიალურ რომანში კამურას დახასიათება, ხო? ზემო კამურა როცა ქვემოთ იყო და ქვემო კამურა როცა ზემოთ, ხო? აი დაახლოებით ასე ვართ რა, ანუ ჩვენ ამ კამურებს შორის ვართ ახლა და უნდა გადავწყვიტოთ რომ ზემოთ ჩავიდეთ. სამწუხაროდ ყველა ინდიკატორი, ყველა პროცესი ყველაფერი აბსოლუტურად არის მიმართული იქით, რომ და შეიკრას ყულფი იმისი, რომ ეს ეკონომიკა, რომელიც არის ციფრების, ან ბედნიერი ციფრების ეკონომიკა, ამას წინ რაღაც ხუმრობით საუბრობდი და მე რაღაც ბლოგიც გავაკეთეთ ამ თემაზე, მივიდეს იქით, რომ უფრო და უფრო შეავიწროს თავისი ავტოკრატიული თავისგან მიმავალი დიქტატურისკენ მიმავალი რეჟიმი, უფრო მეტად გამოყვებოს თავისი დამცველი ინსტიტუტი, არ მინდა რაღაცა ეპითეტი ისეთი ვიხმარო, რაღაც დამაკრენებელი იყოს ადამიანებზე ჯერჯერობით მაინც საუბარი. ესეთი ძალიან ცნობილი გამონათქვამია ნობელიანტ ეკონომისტის რა. თუ ეკონომიკის ზრდა უმრავლესობის კეთილდღეობაზე არ აისახება, მაშინ ის ჭყალებში წარმატებით ზდის სიღატაკეს. ანუ ჩვენ ვართ სტილიცის სიტყვები მოგონი თუ რაღაცა მოკეთ აღარ მახსოვს ეს კარგად სახელი, მაგრამ ეს ძალიან ესეთი მართალი ფაქტორია. კი, და ჩვენ ვიცით, არ გჭირდება რაღაც ეკონომიკაში და სხვა მეცნიერებაში სუპერ ელემენტარულ დონეზე გუშის პრინციპი საშუალო სკოლაშიც ვისწავლეთ, ფიზიკის 3 კანონიდან გამომდინარე, როცა ერთი ძალა მეორეს აწვება, უკუ რეაქციას ხვევს ან ასევე. აქაც ჩვენი ეკონომიკაც ასეა. ციფრებით როცა ვიღებთ რაღაცა overdose ზედმეტად რაღაცა ტკბობაში, რომ ეს ასწაული ხდება, ამის უკან ძალიან პოტიომკინის სოფელი, იცით ეს გამოთქმა ცნობილი, აი და პოტიომკინის სოფელის წარმატებული ტირაჟირება მიმდინარეობს ახლა. რეალურად ის ქაღალდზე დაწერილი ციფრები, რასაც პროპაგანდა ცდილობს რომ ჩვენ რაღაცა შემოგტენოს, რადიკალურად განსხვავდება, თუნდაც თქვენი ოფისის წინ არის ესეთი მეტროს წინ ბაზრობა და ძალიან მარტივია, არ ჭირდება მას რაღაც ექსპერტობა არავისი, რომ ფასები გადაამოწმონ რეალურად რაც არის და შემდეგ გადაამოწმონ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ციფრებში. ანუ საქსტატი გვეუბნება, რომ ეკონომიკა იზრდება, რაც კარგია, პოზიტიურია, ვეთანხმებით რომ იზრდება. საქსტატი გვეუბნება, რომ რაღაცა ინფლაცია არის 5%-ზე ნაკლები, 4.6%. თუმცა მიზნობრივ მაჩვენებელი წელსახად. ანუ მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია და ანუ სიტყვაზე ახლა ეს მომზადებელმა ყურმა და მომზადებელმა ადამიანმა, ვინც ეს უმაღლესი განათლებაც, ნუ რაღაც ზემწოლში არ არის საუცხო პირველ კურსი, ვინც ესე კარგად ლექციები გამოტოვა თავის დროზე, то საბჭოთა განათლების სისტემაში პოლიტეკონომია იყო, რომელიც შორს იყო ეკონომიკის საქმეზე, მაგრამ მეტნაკლებად რა, ვინც ეს მაშინ ეს გამოტოვეს, მათთვის ცოტა აღქმა და 1.9% რა უნდა იყოს, ხო, ეს არის კომპლექსური მაჩვენებელი, თუმცა საშუალებას იძლევა მანიპულირების და ჟონგლირების პროპაგანდისტვის. შიგნითო ჩავიხედავთ, ხო, ეს რას ნიშნავს, ხო, თუ 5%-ით გაიზარდა მაგალითად რაღაცა ღირებულება რაღაც პროდუქტის, ეს 10-დან 5% არის 5 თეთრი, ხო? ანუ 10.5% თეთრი უნდა ღირდეს, ხო? მაგრამ რეალურად რომ მიდიხარ, რაც ღირდა 10 თეთრი, ახლა ღირს 1 ლარი პირობითად. ანუ საკმაოდ საგრძნობია, იგივე პირველადი მოხმარო ჩვენი ეკონომიკა იმდენად ცუდად არის სტრუქტურირებული, არის ძალიან დისბალანსოა, როგორც გამონათქვამი ვთქვი, რომ თუ ეს დიდის და არ ფართო მასაზე არ არის
ორიენტირებული, მაშინ სიღატაკე იზრდება. თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ამასაც ვიტყვი რომ პარალელურად თვლის საშუალებაც არ გვაქვს რატომღაც იმიტომ რომ არ გვაქვს ამ კვლევის საშუალება მაგალითად პარალელურად ჩავატაროთ ინფლაციასთან დაკავშირებით უნდა წყლება მაგრამ შეუერაღებელი თვალითაც კარგად ჩანს რეალურად როგორ იზრდება ფასები სანამ ჩვენ აქ ეკონომიკაზე ვსაუბრობთ ჩვენ კარგად ვიცით რაც ხდება ჩვენს თავს მაგალითად ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელიც გიორგი ლიფონავა დააკავეს ზვიად კვარაცხელია დიახ სავარაუდო გზის გადაკეტვის ბრალდებით ზვიად კვარაცხელია ფორმულასთან წამყვანი მწერალი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე სახლიდან დაუკავებიათ. კი ბატონო, ძალიან ვრცელია. ცირაჟვანია მაგალითად სოციალური მედიის ჟურნალისტი ფორმულასი ვრცელია სია ძალიან საკმაოდ დიდია ზეწოლა ტელეკომპანია ფორმულაზე ამ მიმართულებით, თუმცა ამან ვერ შეაჩერა ჩვენ ვხედავთ ნამდვილად ვერ შეაჩერა ადამიანები იმისათვის რომ მივიდნენ რუსთაველის გამზირზე და ეს გამზირი იქცა რაღაცნაირად ჩვენი იდენტობის დაცვის საშუალებად და პოლიგონად. მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ? აი რა მოლოდინი გაქვთ, როგორი აღქმა გაქვთ? რა იქნება შემდეგ? იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ დუმილს ბიზნესის ეს კითხვა ხშირად ისმის და მე ცოტა ყველას ხო გვაქვს უფლება რომ ჯერჯერობით ჩვენი აზრი გამოვხატოთ და მე ვარ ბიზნესში ჩართული შორს არ ვიყავი აქედან არც ახლა ვარ და ახაც ვაკეთებ ამ ბიზნესის ყველა ტერმინები მაინც კარგია დეტალები იცი deal and details ანუ იმას რასაც თავედოთ ბიზნესი რა გამოყოთ არის ესეთი ძელეცობა ძალიან ისეთი ცნობილი და ცუდი სიტყვა არ არის და არის ბიზნესი რომელიც სხვადასხვა მიზნად შედგება ხო და სხვადასხვა ისინი ხო ენტერპრენერები იქ სტარტაპი, იქ მეწარმეობა, ასე შემდეგ და ძალიან კარგი საბჭოთა კავშირის დროს მაგალითად დღეს ასაც ბიზნეს ვეძახი დასჯადი იყო და ხალხი მაგის გამო ციხეში დაიჭირეს, ზოგი დახვრიტეს და ზოგი იმასպես, თუმცა უნიკალური ლოჯისტიკური სისტემები ქონდათ აწყობილი და ნუ მთელი პოპკულტურის ამბავე მაგაზინებს ცალკე. ამიტომ ეს დელეცობიდან ბიზნესამდე არის საკმაოდ ცეთი ან დიდი გზა არ არის, პატარა გზა, ის არის პიროვნული და პირადი და საზოგადოებრივი განვითარების ეტაპია. ანუ შენი საქმიანობა თუ ემსახურება არა მარტო შენ პირად გარემოს, არამედ თუ ემსახურება იმ გარემოს, სადაც შენ ხარ. თუ ამ პირველად როგორც მასლოუს პირამიდა ავიღოთ, ხო ყველაზე დაბალი საფეხური და შემდეგ თუ ესეც გადალახე, ხა ანუ დელეცობიდან ეთნაბიჯი ცოტა წინ გადმოდგი. მე რა უკვე ხა ეს გარემო აღარ გაგმაყოფილებს და გინდა ცოტა უფრო ფართო გარემოზე გახვიდე. გაზარდო რაღაც თქვენ მოქმედება და ისინი მოკეთ. აი დავით არაჯიშვილი გაგვიგონია, ხო ძმების ვალაშვილები გაგვიგონია, ნიკო ნიკოლაძე გაგვიგონია, ის კი საჯარო მოხელეც იყო, მაგრამ ის ბიზნესი იყო და იგივე მისი შვილიც და ასე შემდეგ. ანუ ესეთი ბიზნესი თუ თქვენ მეტყვით ვინ არის, მოდი იმაზე ვისაუბროთ საქართველოში. დღეს ეს მსხვილი ბჭყალებში გაბღენწილი ბიზნესი არის მიწეპებული ბიუჯეტს, არის ინტერესთა კონფლიქტის თავარი ბენეფიციარი, იღებენ ისინი ამითი პრეფერენციებს და შესაბამისად ამ დუმილით ისინი არიან ხელშემწყობები. აი ამ აი დღევა რაც გუშინ წინ მაგალითად დაიჭირეს ძალიან ცნობილი ბანკირი და მეცენატი ნიკუშა ხო ნიკოლოზ შურღაია და უმაღლესი ადამიანი, ესეც სინჯებით ხო ვიცით რა, ყველაზე გალაქტიკური მასშტაბის უმაღლესი ადამიანი და თავიდან და შემდეგ უდიდესი პროფესიონალი ამ ქვეყანაში ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი ხო? ანუ ის ბიზნესის წარმომადგენლებიც არიან ორივე, იმიტომ ბატონი ვაჟა სამედიცინო ბიზნესის წარმომადგენელია, ბატონი ვაჟას ხელში გაიარა აბსოლუტურად ყველა სპორტსმენმა, აი და სპორტის ბიზნესია, ხო? და აი აქედან გამომდინარე ჩვენ ვაკვირდებით ხო როგორ მიდის ნელ-ნელა ეს დუმილი როგორ ხდება მთავარი იარაღი და თანამონაწილე შეიძლება თქვენ ხედავთ აი საფუძველს იმისას რომ შეიძლება ეს დუმილი გაირღვეს იმიტომ რომ ჩვენ პროტესტის დაწყებიდან ძალიან მალე მე ვგულისხმობ 28 ნოემბერს ჩვენ ვიხილეთ ბიზნესის ნაწილი გაფიცვებით და აქციებში მონაწილეობას და გარკვეული ბიზნეს წრეების მაგრამ დაიკარგა სამწუხაროდ დაიკარგა ჩვენ პრობლემა არის აღქმებში და ცრუ ღმერთების შექმნებში. ჩვენ რაღაცა გვინდა რომ სიღრმეში ჩავიდეთ და ნიკაც აკეთებდა მაგას რაღაც სიგნების კითხვის და ამის რაღაცას ცდილობდა ადამიანს თუ არ განვითარდით, არ განათლებას არ მივაწექით, არ გამოგვივა. ამიტომ ეს რა თქმა უნდა გარდაუვალი პროცესია. ეს ბიზნესები არ არიან რაღაცა გამონაკლისები სახარებაში არის ესეთი ყველაზე გაყიდვადი წიგნია, არავის ისმასავა და იქაც ესეთი უნდა ფრიად არიანო წარჩინებულნი, მაგრამ რჩეულნი არაო. ანუ ეს ბიზნესი შეგვიძლია შევადაოთ
შევადაროთ, მეც მინდა მამები ამ ნაწილს სხვანაირად განმარტავენ, ამაზე თეოლოგებმა ისაუბრონ, ჩვენ ადამიანმა მოკვლავებმა ჩვენ იმას შევადაროთ. ბევრია ძალიან წარჩინებული ბიზნესი, რომელსაც შეუძლია თვითმარქვია ვიღაც პრემიერ-მინისტრებთან რაღაც ფოტოები გადაიღონ, რაღაცა გაუგებრებოდეს იარონ, მაგრამ კიდევ და კიდევ აი დრო დავასრულო, მაგრამ რჩეული ეს არის ხალხისგან რჩეული, ანუ ისინი არიან ბენეფიტურები იმ გარემოსთვის, სადაც ისინი ასპარეზობენ, ანუ იზიარებენ აი ამ საერთო სარგებლობას ეკონომიკის, იმიტომ რომ როგორც დავიდან თქვი დასაწყისში, თუ ეკონომიკურის და არ აისახება ფართო მასებზე, მაშინ ის უწყობს სიღატაკეს. სიღატაკე რო გაიზრდება და ეს ბიზნესი პატარავდება, ის რა თქმა უნდა სხვილდება, ის ყოველდღე შეუძლია მან თავისთავად საფუფუნების საგნები მისცეს და ბევრი რაღაცა რკინაკაველოობა შეიზნოს, მაგრამ გარემო რო ესეთი მოწყვლადი ხდება, თქვენ რა გონიათ, რომ ისტორიაში ეს მაგალითები რატომ მოდის, ეს ძალიან ნეგატიური, რომ შემდეგ რაღაცა ძალიან მდიდარი ადამიანები ამთავრებენ. კონსტანტინოპოლი რო დაეცა იმ დროისთვის, კონსტანტინოპოლის მმართველი იყო ყველაზე მდიდარი ადამიანი მაშინდელ სამყაროში. შემდგომ ყველაზე მდიდარ სამეფოს და ქვეყანას მისი სიმდიდრე აღემატებოდა მილიარდ შეუფასებლად. მაგრამ მასაც ხავთ დიდი ჯარი ყავდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვიცით რომ კონსტანტინოპოლი დაეცა. აქედან გამომდინარე, ეს ტიპები ვისაც ოდნავ მაინც შერჩენია სამოქალაქეობრივი აზროვნება, ხმა უნდა ამოიღონ, იმიტომ რომ დუმილი არის პრობლემა, დუმილი არის ხელშეწყობა. იმიტომ ეს ჯაჭვური პრინციპი და რეაქციით მიდის. ადამიანებს როდესაც იჭერენ სრულიად უსაფუძვლოდ ცნობილ ექიმებს, სტუდენტებს, პენსიონერებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და შეშმულ პირებს. ეს არ არის ერთეული რაღაცა, ეს არ არიან ვიღაცა, რა სიტყვას ხმარობენ, რაღაცა აკაცუკები არა ვართ ჩვენ რა, მათ შორის ჩემ თავზე ვამბობ. ესენი არიან საზოგადოების ნაწილი, რომელმაც შექმნეს ეს ქვეყანა, რომლებიც ქმნიან და შექმნიან კიდევ მომავალში. არ შეიძლება ამ სახით ესე გაკეთებთ, იმიტომ ეს უკვე გახდა თარგი, ფათერნი. ამიტომ აღარც ბიზნესი აღარ იქნება, არ არის ასეთ შემთხვევაში დაცული, არც ბალეტი, არც ხელოვნების მინდორები და არც ექიმი არავის. ერთი რამ მინდა გკითხოთ, აი თქვენ რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყოთ ისევ ძველ წლებში რომ დავბრუნდეთ და აი თქვენ რომ ედგეთ სათავეში მათ შორის აი ამ Eagle Hills-ის საინვესტიციო ამბავს. აი ჩვენი მაყურებლისთვის რომ განმარტოთ, ამ კომპანიას ჩვენ ვაძლევთ ფაქტობრივად ასეულობით მილიონი ლარის ქონებას, მიწას და ჩვენ ვხდებით მესაკუთრე მესამედის. რას ნიშნავს? რაიმე კითხვები არ გიჩნდებათ სანდოობასთან, რეპუტაციასთან დაკავშირებით და საერთოდ რა კომპანიაზეა საუბარი და რა შეიძლება ამან მოუტანოს ქვეყანას, რა უნდა მოვიგოთ აი ამის სანაცვლოდ? ექში მოდით მეც კითხვით უპასუხებ ამას, იმიტომ ეს კითხვა არ მიყვარს, მე რო ვიყავი, რაც გაკეთდა, რაც მე გავაკეთე დოკუმენტირებულია და არქივებში, რასაც მაშინაც ვითხოვდი და ეხაც ვითხოვ არის ის, რომ მაშინვე იდენტიფიცირებული კორუფციული სქემების აუდიტორულად შესწავლილი საკითხები არც მაშინ იქნა ყურადღება მიქცეული და არც დღეს და ვითხოვ მაგას, რომ მიექცეს ამ ყველაფერს ყურადღება და შეფასება მიიღოს ყველაფერმა. ეს ფაქტია და ამ ფაქტს ვერავინ არ გაექცევა და დოკუმენტურად არის გადასტურებული. რაც შეეხება Eagle Hills, ამაზე ცოტა მოკლედ გეტყვით, მაგრამ ვცლად გამოვაქვეყნე მე რაღაც პატარა ბლოგი, სადაც ვეცადე სრულად ობიექტურად კონკრეტულ წყაროებზე დაყრდნობით მიმეცა ფართო საზოგადოებისთვის რა საფრთხეებთან გვაქვს. თუმცა მოკლედ ვთქვათ ჩვენ და კი მოკლედ ვთქვათ, პირველ რიგში Eagle Hills-ი არ არის MR. Eagle Hills-ია, MR-ისა და Eagle Hills-ის შორის სხვაობა ის არის, რა თქმა უნდა, მათ შორის კვეთენ თუ ერთი და იგივე აღმასრულებელი ტიპი ყავს, მენეჯერი, მაგრამ MR არის უშუალებელი საინვესტიციო კომპანია, რომელიც არის განთავსებული საფონდო ბირჟაზე, თუნდაც იყოს ეს გაერთიანებული საემიროებში არსებული საფონდო ბირჟა, მას აქვს თავისი თამაშის წესები და არის ტრანსპარენტული კომპანია. Eagle Hills-ი არის კერძო კომპანია, შიპოს ჭიჭიკო ბალანჩივაძე მაგალითად. კერძო დეველოპერული კომპანია. შიპოს მუჰამედი, რომელზეც გერმანიაში მიღებული განათლების ხალხი არის შეწუხებული, რომ იქ მუჰამედი რაღაცა ისე სხვა კონტექსტში თქვეს. ამიტომ ამათ შორის სხვაობა რა არის? ერთი კომპანია მეტნაკლებად ტრანსპარენტულია, მეორე კომპანია მთლიან ჩაკეტილია. დაუბრუნდეთ ამ შორის კომპანიაზე. ამ კომპანიის სახელთან დაკავშირებულია უშველებელი მილიარდობით დოლარის პროექტები, რომელიც რეალურად უფრო არის მარკეტინგულად შეფუთული MR-ის ჭრილით, ბურჯ დუბაის და დუბაი მოლით და ასე შემდეგ, სხვა MR-ის მიერ განხორციელებული პროექტებით, თუმცა არ არის შესრულებული Eagle Hills და
Eagle Hills-ი არის არაპირდაპირი ბენეფიციარი, იმიტომ ერთი და იგივე პიროვნება იქ. იმისი დირექტორი იყო და შემდეგ გააკეთა ეს კომპანია ამ ადამიანმა. არა, იურიდიული კავშირი არანაირად არ არის, არც არის ოფიციალურ ანგარიშებში ხვდება არაფერი ინფორმაცია ამაზე და ამ კომპანიის ინფორმაცია ლამაზი საიტის გარდა თქვენ ვერ გაიგებთ. შემდეგ უკვე რა ვიცით ჩვენ ამ იმაზე. ჩვენ ვიცით კიდევ ის რომ ის ქვეყნები, სადაც Eagle Hills-ი შევიდა, ყველგან არის მასშტაბური პროექტებია ყველა მინიმალური მოცულობა არის 5 მილიარდი შეფასებული განცხადებებით, მაგრამ ყველგან რაღაც სკანდალია, თითქმის ყველგან დაუმთავრებელია, ან თუ დაუმთავრდა წარმატებულად არ არის, მაგრამ ამ კომპანიამ მოგებით გამოვიდა. ყველა ქვეყანაში ეს პათერნი, ანუ ეს თარგი მუშაობს, სადაც 33% არის მეწილე სახელმწიფო. ყველა ამ ქვეყანაში სადაც იყო, არის წამოწყებული ჟურნალისტური გამოძიებები, ოპოზიციის კრიტიკა, რაღაც ეჭვები და ასე შემდეგ კონკრეტული სტატიები აქვს ნაწოლი. შესაბამისად, მე ჩამოვაყალიბე უამრავი კითხვა, მეგობრულად დავეხმარეთ იმ დიდებულ სამინისტროს, რომელსაც დაეზარა რაღაცა დეტალური ინფორმაციის მოწოდება, იმიტომ რომ ეს სამინისტრო კი არა, ეკონომიკა, საქართველოს ბოდიშით ქვეყანა გადაწყვეტილებით მისი ამჟამინდელი ლიდერშიპისა გახდა უძრავი ქონების ბიზნესმენი. შევიდა ბიზნესში და ეს არის არატრანსპარენტული ყველაფერი. ჩვენ ძალიან ბევრი კითხვა, ძალიან ბევრი რისკია, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 20% არის ამ პროექტის გაცხადებული მოცემულობა. თვითონ ეს კომპანია მისი გაცხადებული აქტივებით, იმიტომ ეს არ არის გადამოწმება, არის ძალიან ბევრჯერ დიდი. და EMA არის დამფუძნებელი, რომელიც არის სუვერენული ფონდი ამ საიმიროების მოცულობა არის 1.3 ტრილიონი დოლარის ღირებულებით. ანუ რო შევადაოთ ეკონომიკაში. სამწუხაროდ დრო აღარ გვრჩება და მე დიდი იმედი მაქვს რომ კიდევ ვისაუბროთ Eagle Hills-ს და სხვა თემებზეც. ყოველთვის საინტერესოა თქვენი მოსმენა. ნიკოლოზ ალავი და ჯეოკეისის მრჩეველი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო ჩვენთან ერთად.